მეორე მსოფლიო ომის დასრულებას ცივი ომის ეპოქის დასაწყისი მოჰყვა. მსოფლიო ყველაზე ახლოს ბირთვული კატასტროფის წინაშე 1962 წელს დადგა, ეგრეთ წოდებული კუბის კრიზისის დღეებში. ყველაფერი კი 3 წლით ადრე დაიწყო, როდესაც სამხედრო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში ფიდელ კასტრო მოვიდა. კასტროს კომუნისტურმა რეჟიმმა ბრძოლა გამოუცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო ინტერესებს. კუბაში პოლიტიკური რეჟიმის შეცვლა ერთ-ერთ ძირითად ამოცანად გადაიქცა. არ დაგვავიწყდეს, რომ 1955 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირმა გამოსცადა თერმობირთვული ბომბი და იმავდროულად მიაღწია კარგ შედეგებს სარაკეტო ტექნოლოგიების სფეროში. 1957 წლის ივლისში კი ასევე საბჭოთა კავშირმა გამოსცადა პირველი კონტინენტაშორისი ბალისტიკური რაკეტა. როდესაც ეს ორი ფაქტორი გაერთიანდა, ხრუშჩოვს გაუჩნდა იარაღი, ბირთვული ხელკეტი, რომლითაც შეეძლო დამუქრებოდა შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებს. ამერიკელებმა ორჯერ სცადეს ფიდელ კასტროს რეჟიმის ჩამოგდება. ამ ორმა წარუმატებელმა ოპერაციამ გამოუვალ მდგომარეობამდე მიიყვანა ისედაც დაძაბული ამერიკის შეერთებული შტატებისა და კუბის ურთიერთობა. ასევე პრობლემას ქმნიდა ამერიკელთა მიერ ევროპის ტერიტორიაზე განთავსებული იუპიტერის ტიპის რაკეტები. იტალიასა და ინგლისში განთავსებულ რაკეტებზე საბჭოთა კავშირს შეეძლო თვალი დაეხუჭა. მაგრამ თურქეთის ქალაქ იზმირში საშუალო მოქმედების რადიუსის 15 რაკეტა მის პრესტიჟსა და უსაფრთხოებაზე დადებითად ნამდვილად ვერ იმოქმედებდა. 1962 წლის ზაფხულში საბჭოთა კავშირმა კუბაში ბირთვული ქობინების განთავსება დაიწყო. ამერიკელებს კი საბჭოთა დიპლომატები ამშვიდებდნენ, მსგავსი არაფერი ხდებაო. საბჭოელებმა კუნძულზე SS-4 ტიპის რაკეტების 2 პარტია შეიტანეს. 9 ბაზის აშენებას გეგმავდნენ. მათ შორის 6 SS-4 ტიპის, ხოლო 3 SS-5 ტიპის რაკეტებისთვის. ასევე ამ ინფორმაციის თანახმად, კუბაში ბირთვული ქობინებით აღჭურვილი საბჭოთა ბალისტიკური რაკეტები განთავსდა. ამის შემდეგ მოვლენათა განვითარების ქრონოლოგია ასეთია. კენედიმ სასწრაფო შეკრიბამ რჩევდა საბჭო. 19 ოქტომბერს გადაღებულმა აეროფოტოებმა დაადასტურა, რომ კუბაში უკვე მოქმედებდა 4 საბჭოთა ბაზა. დროსთან ერთად მნიშვნელოვანი იყო ორივე მონსტრის სახელმწიფოს ამბიციებიც. მონსტრი იმიტომ, რომ მსოფლიო განადგურების პირას დადგა. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ორი სახელმწიფოს ლიდერმა რაღაც ვერ გაიყვეს. რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ. საკუთარი ამბიციები ვერ დაიოგეს. საბჭოთა ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა ამერიკის პრეზიდენტ ჯონ კენედის გაუგზავნა წერილი შეთავაზებით. თუგე ამერიკის შეერთებული შტატები დადებდა პირობას, რომ არასოდეს შეიჭრებოდა კუბაში. საბჭოთა კავშირი გაიტანდა თავის რაკეტებს კუბიდან. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.